საპატრიარქო რეზიდენციას დღეს სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი მეუღლესთან ერთად ეწვია. სტუმრები უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ მიიღო. დელეგაციის წევრებთან ერთად საპატრიარქოში იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად. შეხვედრას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. სერბეთის პრეზიდენტმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ალექსანდრ ვუჩიჩს მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ კავშირებსა და საერთო ღირებულებებზე ისაუბრეს. წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავი აღინიშნება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა სერბეთის პრეზიდენტი ამ თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე მიიწვია. თავის მხრივ ალექსანდრ ვუჩიჩმა საქართველოს ეკლესიის მეთაური სერბეთში დაბადიჟა. ძალიან მოხარულები ვართ თქვენთან შეხვედრით. რა თქმა უნდა, ესეთი მაღალი დონის სტუმარი ყველა ჩვენთვის სასიხარულოა, მაგრამ თქვენი სტუმრობა მაინც ჩვენთვის განსაკუთრებულია, რადგან ჩვენ სერბი ხალხი და სერბეთიც განსაკუთრებულად გვიყვარს და დიდი კავშირებია ჩვენ შორის. ჩვენ გვაკავშირებს უდიდესი ღირებულებები. ეს არის ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია, ჩვენი ქრისტიანობა. ასე რომ თქვენ ღებულობთ ერთის მხრივ როგორც ქვეყნის მეთაურს, ასევე როგორც ჩვენი ეკლესიის ერთგულ შვილს და როგორც ჩვენთვის ცნობილია და ჩვენთვის დიდი სიხარულია, ასევე როგორც ხადაგებელს ქრისტიანული ღირებულებებისა მსოფლიოში. ასე რომ ჩვენ ღებულობთ როგორც ახლობელ ადამიანს და ახლობელ ოჯახს თქვენ შესანიშნავ მეუღლესთან ერთად. მინდა განსაკუთრებით გავიხსენო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორისა და პატრიარქ პავლეს დიდი მეგობრობა. კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ აღორძინა როგორც მოგეხსენებათ საეკლესიო ცხოვრება საბჭოთა კავშირის დევნის შემდეგ საქართველოში. საქართველოს ეკლესიის ყველა მღვდელმთავარი მისი ხელდასმულია უშუალოდ. ამიტომ ჩვენ გვაქვს მისდამი განსაკუთრებული ესეთი შვილებრივი სიყვარული და მადლიერება. და ასევე ჩვენთვის უძვირფასესი ადამიანია მისი უწმინდესობა სერბეთის პატრიარქი პავლე. და რაოდენ ნიშანდობლივია, რომ აი ამ ორ დიდ მოღვაწეს ჰქონდა დიდი სულიერი სიახლოვე. ესეთი მსოფლიო მნათობი იყო უწმინდესი პავლე. ასე რომ ჩვენ ვართ აი გამგზელებლები ამ დიდი მოღვაწეების. მოხარული ვარ რომ დღეს ჩემს კოლეგასთან ერთად ვიმყოფები ჩვენ საპატრიარქოში. ჩვენ ოფიციალური შეხვედრებიდან გამომდინარე იმდენად თბილი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა რომ მიუხედავად იმისა რომ ჩემი პირველი ვიზიტი იყო სერბეთში და პირველი ვიზიტი არის პრეზიდენტის საქართველოში, რა თქმა უნდა ამ შეხვედრების შემდეგ აუცილებლად გამოვასწორებ და უფრო ინტენსიური გახდება ჩვენი შეხვედრები. ამ ურთიერთობებს აქვს საკმაოდ მყარი ფუნდამენტი ჩვენი წინაპრების, ჩვენი საზოგადო მოღვაწეების, ჩვენი უწმინდესების გავლენა, რომ ჩვენი ურთიერთობები უნდა იყოს ყოველთვის მჭიდრო და საუკეთესო. თქვენო უწმინდესობა, ყოლად სამღვდელონო მეუფენო, ბატონო პრეზიდენტო, პირველ რიგში აღფრთოვანებული ვარ იმ თბილი დამოკიდებულებით და იმ თბილი მიღებით, რომელიც განვიცადეთ თქვენგან, თქვენს ქვეყანაში. დიდი მადლობა ჩვენი მიღებისთვის და მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ მივიღოთ ცოდნა საქართველოს ეკლესიის დიდი ისტორიიდან. გილოცავთ პატრიარქად არჩევას და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს ქვეყანას, თქვენს ბრწყინვალე ქვეყანას, თქვენს ბრწყინვალე ხალხს ემსახურებით იმ შემართებით, როგორც თქვენი წინამორბედი. მინდა დიდი იმედი გამოთქვა, რომ თქვენ გიმასპინძლებთ ერთ დღეს სერბეთში. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს საჩუქრები უსახსოვრეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა სტუმრებს საჩუქრად საიუბილეო ჯვრები გადასცა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ჯვრები საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავთან დაკავშირებით შეიქმნა. სერბეთის პრეზიდენტს ჯვართან ერთად ხატი და ქართული ხელნაწერები გადაეცა საჩუქრად. აღსანიშნავია, რომ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი მეუღლესა და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ჩვენს ქვეყანას ოფიციალურად ვიზიტით დღეს ეწვია. საპატრიარქოს დღეს ეწვია სერბეთის პრეზიდენტი. შეხვედრა იყო განსაკუთრებულად თბილ გარემოში. აღინიშნა არაერთხელ სერბებისა და ქართველების
სიახლოვე ფასეულობების მხრივ კათოლიკოს პატრიარქმა აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტის განსაკუთრებული წვლილი ქრისტიანული ფასეულობების განმტკიცებისათვის და ასევე ოჯახური ღირებულებების განმტკიცებისათვის მის ქვეყანაში და მოიწვია ღონისძიებებზე, რომელიც 1700 წლის თავს უკავშირდება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების თარიღს, რომელიც შედგება ოქტომბრის თვეში. სერბეთის პრეზიდენტი ასევე გამოთქვამს სურვილს, რომ კათოლიკოს პატრიარქი ეწვიოს სერბეთს. შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ეს იყო პირველი შეხვედრა ასეთი რანგის, რომელიც შედგა საპატრიარქოში მას შემდეგ, რაც საქართველოს ყავს ახალი კათოლიკოს პატრიარქი. მადლობა გვინდა გადაუხადოთ საქართველოს პრეზიდენტს ასეთი შეხვედრის ორგანიზებისთვის და საპატრიარქომ მუდამ მზად არის მიიღოს სტუმრები და ჰქონდეს ნებისმიერ ქვეყანასთან ღია და თბილი ურთიერთობა.